საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით, მოვედით ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ვართ? მოვედი. როგორ ვარ მეგობრებო და ვიწობია? აზრი აღარ მომეკითხება. გაიხარეთ. თქვენს ასევე გაიხარეთ. მშვიდობიანი და ბედნიერი საღამოა. აბა როგორ ვართ? დღეს მაქვს ესეთი თემა მომზადებული თქვენთვის. აი რას წაიღებს დაბნელების კორიდორი. კი, გავარკვიოთ მაგიც გაქვთ თუ არა მაგიური ზეგავლენა და ვისგან. კი ბატონო, შეიძლება მაგიც გავარკვიოთ. ჩემი საწერ კალამი ამ ბოლო დროს სად იმყოფებით ახლა? დანელია საღამო მშვიდობის. ჩემო მეგობრებო, როგორც ყოველთვის ამ ბოლოს. აი ძალიან გთხოვთ ლაიქებს. 25,000 ლაიქი. ჩვენთან ძალიან სიცხეა მეგობრებო, ისეთი სიცხეა რომ აი არ ვიცი. სად წავიდე არ ვიცი უბრალოდ. საღამო მშვიდობის დავით, როგორ ხარ? ისე რა ვთქვა, მაგრამ დანელიას და ანა მარიას რომ მკითხულობს. აი ეხლა რო ამბობდა სანაპიროზე ძალიან ქარია. ისე ხო არ გიცნობ?
სასისხარო. დამავიწყდი ხო? დამავიწყდი გოგო. სად ხარ? საღამო მშვიდობის. რა ვიცი მე სად ხარ? დაიკარგე ხო? რატო დაიკარგე? ჰა? ვინ გაგასწრა? ნანა უღმესი მადლობა. გაიხარეთ, უღმესი მადლობა მეგობრებო. დღეს გვაქვს ესეთი სათაურით ლაივი, რას წაიღებს დაბნელების კორიდორი. მართლა გემსელოდები თუ რა გჯერს? მეგობრებო, 25,000 ლაიქი მინდა. აი გთხოვთ, და დავიწყებთ ლაივს. TikTok-ი ითხოვს ლაიქს, მეგობრებო. მე მომიტევეთ და მაპატიეთ, სხვა გზა არ მაქვს. წეღანაც გაფრთხილება დამიწერა. გაიხარეთ. წადი, ლიკუ, წადი. წადი არ დაიკარგო, ერთი არ დამეკარგო, თლად. მეც ძალიან. მშვიდობიანი გზა შენ, სადაც ხარ, მშვიდობით მიდი სახლში.
საღამო მშვიდობის, მოგესალმები, ზია საღამო მშვიდობის. ანა მარია საღამო მშვიდობის. დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა იქნება, რას წაიღებს დაბნელების კორიდორი. მერე გავარკვიოთ კიდე თუ გვაქვს მაგიური ზეგავლენა. ანუ ზოგადი კითხვები მეგობრებო. არა, კითხვა პასუხები არ მაქვს. კითხვა პასუხები არ მაქვს და არ მექნება. მხოლოდ მაქვს საჯარო ლაივი, თემებით, ზოგადი თემებით. სურვილისამებრ შეგიძლიათ დარჩეთ და მოგვისმინოთ. სასურველი კითხვაზე პასუხებს აუცილებლად მიიღებთ. თან ცოტას მიხალისებთ, როგორც ყოველთვის. და რა ვიცი მეგობრებო. ლაივს ვიწყებ 25,000-ზე. 25,000 ლაიქზე ვიწყებ ლაივს. მაპატიეთ ესეთი საქციელისთვის, უბრალოდ TikTok-ის სხვა გზას არ მიტოვებს. სხვა არაფერი, მხოლოდ ლაიქები მინდა. ჩემი თხოვნა იქნება ლაიქები. მადლობა ყველას. ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. მაკო, მოგესალმები. ჩემო ძვირფასებო. რამდენიმე შეკითხვა შემომივიდა პირად გაშლასთან დაკავშირებით. ჩემთან პირადი გაშლები, თუ კი გსურთ, გადმოდით და კონკრეტულად დამისვით კითხვა. პირად გაშლებთან დაკავშირებით, პირად სეანსზე კონკრეტული შეკითხვა დამისვით. ზოგი რას მწერს და ზოგი რას. მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის, მაგრამ როგორც მწერენ, ასევე ვპასუხობ. გამარჯვებას მწერენ, გაგიმარჯვოს ვპასუხობ. მეგობრებო, დაკონკრეტდით, ძალიან გთხოვთ. აგვისტოს ბოლომდე პირადი გაშლები მექნება 100 ლარიდან. სექტემბრიდან მოიმატებს. მაპატიეთ, მაგრამ ასეა კი. იმიტომ რომ დროს არ ვინიშნავს სეანსის დროს, ამიტომ ზოგჯერ იწელება რაღაცნაირად მეც და თქვენც რო არ დავრჩეთ გულნატკენები და აქვე დავამატებ. ლაივი იქნება 1 საათი, საათნახევრიანი, კითხვების რაოდენობას არ ვითვლი. დაიმახსოვრეთ, არ ვითვლი კითხვების რაოდენობას. ამიტომ სექტემბრიდან ფასები მოიმატებს. სურველებმა აგვისტოს ბოლომდე, თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ კონკრეტულად მომწეროთ. აქვე ჩემს გვერდზე გადმოდით და გამიტოვეთ შეტყობინება. აუცილებლად გიპასუხებთ. ოღონდ კონკრეტული შეკითხვა. ზოგადად ჯანმრთელობაზე არ ვშლით ხოლმე ტაროლოგები მეგობრებო. თუ კი რაიმე ამოვა თავისით, აუცილებლად ვიტყვი. თუ კი გაფრთხილებას მოგცემთ თავისით დასტები, კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
არა, კითხვებზე პასუხები არ მაქვს. დღევანდელ ლაივს, როდესაც ავტვირთვა, მეგობრებო, მივუთითებ ისე მეც, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ გადაახვიეთ ამდენიმე წუთი. ატვირთულ ვიდეოს, როდესაც ჩართოთ რამდენიმე წუთი, გადაახვიეთ. კი ბატონო, კი. ველოდები 25,000 ლაიქს და აუცილებლად დავიწყებ. ესენია როგორ ხარ. ძალიან მომწონს შენი სახელები. უკუნა უღმესი მადლობა, გაიხარეთ. თითი არ იტკინო ეხლა შენც. დაჩისავით. მადლობა, გაიხარე. ვისურვებდი უკეთესად ყოფნას, მეგობრებო. აი გაუსაძლისი სიცხეებია აქეთ. მოვიდეს შემოდგომა, კი, ძალიან მიყვარს. აი შემოდგომა ძალიან მიყვარს. საფხული მიჭირს ცოტა თორე. შემოდგომა ძალიან მიყვარს. საღამო მშვიდობის პანტერა. აბა როგორ ვართ, მეგობრებო? სულ ცოტაც და აუცილებლად დავიწყებ ლაივს. ესენია, გაიხარე ჩემო კარგო. არა მიშავს. საჯაროა კი. დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა იქნება დაბნელების კორიდორი. ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი რა წავა, რა შეიცვლება და პლუს ამას კიდე ესეთი თხოვნა იყო, თუ გვაქვს მაგიური ზეგავლენა, ამასაც გავარკვევთ. ხო. მომდევნო ლაივი, როდესაც ჩავთავ, აუცილებლად გვექნება ახალ პარტნიორზე. გაითავისეთ, მოვემზადოთ ახალისთვის, ახალი პარტნიორისთვის, სასაუბროთ. კი. ძველი არ გამაგონოთ. ამოიღეთ სარგებლობიდან ძველი პარტნიორები. კი ბატონო. ძველი არა, ტოლმა კიდო მაგენის. ჩვენი ახლა ენძელადაია არ ვართ, ძველზე რო ვიფიქროთ, მე მგონია. არც ფაიტონზე ვზივართ. არც ახალი მინდა პანტერა იძახს. თავისუფლებას არაფერი ჯობია. ხო, აგვისტოში მკვეთრად იგრძნობა საფხული. აგვისტო ყოველთვის მკვეთრია. გამოიყოფა ხოლმე. ლომები ვართ. ლომები. რა თქმა უნდა, რა გადაყრილი სათამაშოები. მაგენის არც ყურება მინდა ისე რო იცოდე. უკვე უნდა დავიწყოთ. ძალიან გავერთე. აიცი. ძალიან გავერთე, თურმე მე მაპატიეთ. ხედავთ რა ხდება, მეგობრებო. აი რა ხდება, ძალიან გავერთე. ასე არ გამოვა.
მოკლედ. ნამდვილად თავისუფლებას არაფერი ჯობია, გეთანხმებით. ეხლა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი. აბა, დავიწყოთ მეგობრებო. დავიწყოთ ეხლა. ჯერ დავიწყებ თქვენი ენერგიებით. რა თქმა უნდა, მაკო. 1000%-იანი ხარ. მოკალათდით ეხლა მყუდროთ, მოეწყეთ, განეწყეთ და მე დავიწყებ. დავიწყებ და ნახე რა ამოვარდა. დედას ფიცა ვარ. აი ეს ორი, აი ეს კარტები ამოვარდა. აი მეგობრებო, ძლივსავალაგე. აი თქვენი ენერგიები, ნახეთ? სიახლეები იწყება და არავისთან არ უნდა თქვა, ხო იცით? ბედნიერებას სიჩუმე უყვარს. აბა აი დასაწყისი მოწონს. აი პრიმერ საველშესტვა, სრულყოფილება, სიყვარული, ბედნიერება, გაკვირვება, გაოცება, არავის არ უნდა უთხრათ, ეხლა რაც იწყება, პირდაპირ უკვე დაწყებულია, მეგობრებო, ბედის ბორბალი დატრიალებულია თქვენ ცხოვრებაში, ძალიან მაგარია. ნახეთ, რა მაგარია. სამართლიანი სიყვარული, სად შემიძლია ეხლა ეს? აგერ ახალი პარტნიორი, მე ეს მომდევნოზე მინდოდა მეთქვა, მაგრამ აი ხო ხედავთ რა ხდება? ხა არავისთან არაფერი არ თქვათ. ეხლა თუ კი რაიმე ცვლილებები დაიწყება, ან უკვე დაიწყო თქვენს ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო, კრინტი არავისთან დაძრათ. გამორიცხეთ. ხა, დაჟე კედლებსაც ყურები აქ რო იტყვიან, ფოთლებსაც. ამიტომ, ხა. საერთოდ არ დაიწყოთ. არ თქვათ, აი ეს, სუ. თქვენი ენერგიები მომწონს, აი ეს დასაწყისი უკვე მომწონს. თქვენი ენერგიები. ხო, მესამე პირები რო არ გაჩნდნენ, ამიტომ, ხო, მეგობრებო, ნახეთ, რამდენადაც დამალავთ და მოურთხილდებით ამ თქვენს სიახლეებს, ხო, მეგობრებო, იმდენად უფრო მეტად მიაღწევთ აი ამ სიტუაციამდე. რა კარგად საუბრობს დასტები. არ დააგვიანი ამ წუთას დავიწყე. ეს არის 100 წლიანი მთელი ცხოვრების ურთიერთობა. პირდაპირ ურთიერთობაზე საუბრობთ. კი, არავისთან არაფერი არ თქვა. არ თქვათ, რომ თვალი არ გეცეთ, მეგობრებო. სისულელე რამე არ ჩაიდინოთ და არ თქვათ. არა. საწინააღმდეგოდ არასოდეს არ მოიქცეთ. კიდევ თქვენი ენერგიები. ეხლა უყურეთ, თუ კი ძალა გქონდათ გამოცლილი, თუ კი რაღაც თავს ვერ გრძნობდით კარგად, ენერგია არ გქონდათ, არაფერი გიხაროდათ, ცუდზე ფიქრობდით, საკუთარ თავს ეწინააღმდეგობოდით, კონფლიქტები გქონდათ, მეგობრებო, ხო? შენ ხო სასწაულები უნდა ილაპარაკო, დოჩი, რა არის ეს, რანაირი საუბარი გაქვს, ქალო? მე არ მიკადრებია შენთვის და შენ რატო კადრულობ? ხო ეს ყველაფერი მთავრდება, მეგობრებო, მთავრდება, ან დასასრულია უკვე ამ ცუდი სიტუაციის, ამიტომ ხო, ენერგია მოგემატებათ კი. ეხლა რაც უფრო ჯანზე მოხვალთ, ყოველთვის იქნება თვალი, ადამიანებიდან გაუკვირდებათ, ეხლა ხალხს თქვენ რომ უფრო უკეთესად იქნებით, აი გამოიყურებით უკეთესად, ენერგიაც უკეთესი გააქვთ, უფრო გახალისდებით, ამ ყველაფერს მეგობრებო, ხა იცოდეთ რომ ადამიანები შეგამჩნევენ, ამიტომ იყავით ფრთხილად. ხო, კიდე, თქვენი ენერგიები, ხო? აბატონო. ნახე, თუ იყავით ესეთ სიტუაციაში, ეხლა იქნებით ასეთ ძლიერად. კი, ენერგია გემატებათ, მეგობრებო. დასასრული, რაღაცის დასასრული ცუდის, დასასრული წარსულის დამთავრდა. ისე აღარ იქნება როგორც იყო თქვენი ცხოვრება. ეხლა თუ დაუკვირდებით, ესეც იქნება, როგორებიც იყავით ადრე, ისეთები ეხლა არ იქნებით. გამორიცხულია. თქვენში მოიმატებს ენთუზიაზმი, თქვენში მოიმატებს იმედი, ბრძოლის უნარიანობა, უფრო მოინდომებთ, ხო?
კი, მეგობრებო, მეგობრებო, ხო, ბატონო, თქვენი ენერგიები. ძალიან კარგი ეტაპი